27 თებერვალს გამთენის 4 საათსა და 6 წუთზე 112-ში 8 წლის ლექსო ბოჟაძემ დარეკა. ბავშვი ხმაურმა გააღვიძა, იგი სამზარეულოში გავიდა და უგონო მდგომარეობაში მყოფი დედა დაინახა. რა გჭირდა? რა დაგემართა? ბავშვი სახლში მარტო იმყოფებოდა. ის მიხვდა, რომ დედის ცუდათყოფნა გაზის გამათბობელის გაუმართავებამ გამოიწვია. ლექსო არ დაიბნა. დაუყოვნებლივ გამორთო გამათბობელი, გადაკეტა ბუნებრივი აერის მილი და გამოაღო ფანჯარა, რათა ოთახი გაენიავებინა. ლექსოსთვის ცნობილი იყო თუ როგორ უნდა მოქცეულიყო გადაუდებელი შემთხვევის დროს და მან მაშინვე დარეკა 112-ში. ერთი გისმენთ? ჩემი და ცუდათა ვერ დგება. მიშველეთ. გონით გასეთ მოიწვა. მომისმინე პატარა, გასაგებია, ბინდის ნომერი შეგიძლია რომ მითხრა? იმის მიუხედავად, რომ ბავშვი ძალიან ნერვიულობდა, მან 112-ის ოპერატორს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. 60 ვარ გავიგე. გასაგებია. პატარა ლექსომ დაწვრილებით აღწერა თუ როგორ უნდა მიეგნოთ დასახმარებლად გასულ ბრიგადებს მისი საცხოვრებელი სახლისთვის. პატარა გამოგზავნილია უკვე შენთან ბრიგადა. სახლში მარტო ვარ. გასაღებს ფანჯრიდან გადმოვიდა. საშინლად ყინავდა, მაგრამ ლექსო საკუთარ თავზე არც კი ფიქრობდა. დედას თბილი პლედი დააფარა, თავად კი სიცივის განკალებული ელოდება დახმარება. შემთხვევის ადგილზე მისვლისთანავე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ უგონო მდგომარეობაში მყოფი პაციენტი დაუყოვნებლივ გადაიყვანა უახლოეს საავადმყოფოში. 112 შესახებ სკოლაში გავიგე და ვიცოდი, რომ მხოლოდ მაშინ უნდა ნომერი ამ ნომერზე, როდესაც ძალიან გამიჭირდებოდა. ლექსოს ინფორმაციულობამ 112-ის შესახებ სიცოცხლე შემინარჩუნა. ფიქრობ, მნიშვნელოვანია თვითონმა ადამიანმა იცოდეს გადაუდებელი დახმარების ნომერი და გამოიყენოს ის მიზნობრივად.